ჩვენ აქედან მივდივართ ნელ-ნელა, ჩვენ გვავიწროვებენ, ჩვენთვის არ არის დაცულობა, არ არის ნორმალური ხელფასები, გვახჩობს ფასები და ამის მაგივრად და ამის პარალელურად საქართველოში არის უკონტროლო შემოდინება უცხოელების. ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მე ნაცხოვრები ვარ 4 ქვეყანაში და ბევრი ემიგრანტი აგერ მისმენს. საუბარი არ არის გაკონტროლებულ, მოწესრიგებულ პროფესიონალების შემოყვანაზე, რომელიც შენ გჭირდება. საუბარი არის იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითონ ამბობს, რომ 25,000 ადამიანი, 25,000 ადამიანი უკონტროლოდ ყავთ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ოფიციალური ციფრები. ახლა სინამდვილეში რამდენი ადამიანია და როგორ ნინიაზბაღია საქართველო, ეს ძალიან კარგად ჩანს. საუბარი არის იმაზე, რომ მალე ნელ-ნელა ჩვენი საქართველოს მოქალაქეების შეცვლა მოხდება ადამიანებით, რომლებსაც 300 და 400 ლარი საჩუქარი გონიათ და ყველაფერზე არიან წამსვლელები.